მოგესალმებით დადგა სამშაბათის აღამოს 8:30 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი ვინც გასასელს აშინახავთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ ქართველებს მამაოს ჯგუფი აქვს ესეთი ნუგეშელები და აი არ მინდა რომ გამომჩეს არ გამორჩება მაგრამ აი ამ ადამიანებს ვინც ხართ გაწევრიანებული უცხოეთში ვინც აი ესეთ პატივს გცემთ საერთოდ მამა გიორგი თეოდორაშვილს ვინც ცემს პატივს ის ადამიანები ვინც ხართ ჩვენს ირგვლივ ხო ყველას ბედნიერება და სიხარული და იგისურვოთ იმიტომ რომ თქვენით ჩვენ სუნთქავთ ჩვენთვის აი წარმოვიდგინეთ ყველაზე ძვირფასი რაც ღმერთმა მოგცა თქვენთვის გვემეტება და აი ამ დროს აი რაც ღმერთმა მოგვანიჭა თქვენთან ვატარებთ და მადლობა ამისათვის ვინც ხართ ყველა უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები ვინც ხართ იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობ თქვენზე და ჩემთვის ძალიან დიდი სადარდებელი ხართ ღმერთმა სულ ყველა გარეთ გამყოფოთ და სიკეთით გამყოფოთ ყველა პატიმარი აბსოლუტურად მე არ განვასხვავებ სტატუსს თვითონ უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ის ადამიანები ვისაც განსაცდელი გაქვს და რატომ ხდება საქართველოში მამა გიორგის არ უთანხმებ ხოლმე თემებს, მაგრამ იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ამხელა ზიზღი, ამხელა გაუტანლობა, ამხელა დაპირისპირება, რით ვერ შევდექით საერთოდ თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით მიყვარს ეს ადამიანი, ამ ადამიანის სტუმრობა და ამ ადამიანის ეთერი, სხვათა შორის და გამოხმაურებები რო არის ხოლმე ქუჩაში, იქ რაღაც ხალხი რომ მეუბნება, აი თქვენი ეთერი მომწონს რა, მამაო თან ჩვენ რო ხან დავობთ ხოლმე რაღაცეებზე ძალიან მოწონდა. ამ ბოლო ხანებში არ დავობთ და რაღაცა იქნებ დღეს რაღაცნაირად თან იმაზე არის ზიზღზე გაუტანლობაზე და იქნებ დაუპირისპირდეთ ერთმანეთს რომ ვანახოთ თუნდაც რა ცუდია ეს. ნე მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მადლობა გიორგი რომ ასე ხშირად მიწვევ. სხვათა შორის ამ ბოლო ხანს პოზიტივის და ძალიან ხშირად არის ხოლმე მამაო და მადლობა ყველა ტელევიზიას ვინც მამაოს დიდი პატივია ჩემთვის შენთან ერთად დიალოგი ლაპარაკი არის, როდესაც ერთი კაცი ლაპარაკობს მარტო და დიალოგი როცა ორი ადამიანი ესაუბრება ერთმანეთს კი არ აქებენ, არამედ საჭირ ბოროტო საკითხებზე საუბრობენ. აქ ჩვენი ცოდნის დემონსტრირება არ გსურს, ჩვენ გვაწუხებს ის მოვლენები, რაც ქვეყანაში არსებობს. ვინც იტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ გავიმარჯვეთ, არ მგონია, რომ ისინი სწორად მსჯელობდნენ. იმიტომ რომ რაც მე ვნახე და ვხედავ, მე გული მტკივა. ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ არსებობს, ეს უკვე ძალიან ცუდია. ეს არის უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ კომუნიზმში ბრუნდებით ფაქტიურად, ერთპარტიულობაში ბრუნდებით. აპატიეთ ახლა არ ვისარეგონს პოლიტიკურ მიმოხილვას ვაკეთებ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითარდებით, არ მივდივართ წინ. ჯანსაღი თუ კი დღეს და ადრე იქნებ ყველაფერი კარგად არის მამაო და მაგრამ არ არის რა. არა, მე მგონია რომ არ არის ყველაფერი კარგად კი არა, ბევრი რამე არის გიორგი ძალიან ცუდად. ეკლესიის წიაღში თუ რამე ფასეული შეიქმნა სულ პოლემიკაში მწვალებლებთან და ერეტიკოსებთან. ძალიან დიდი შრომები დადეს წმინდა მამებმა. ეს კარგია ჯანსაღი, როდესაც ხედავ რომ გებრძვიან და შენ იცავ დოგმატებს, იცავ ეკლესიის ღირსებას, სწორ სწავლებას, ვითარდები შენ სულიერად გიორგი და არის ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ გაგვაფრთხილა იესო ქრისტემ, რომ ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან ეკლესიას. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ აი რა ვიცი, არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ მე მეტირებოდა ამ ყველაფერს რო უყურებდი, რომ აი საშინელებაა, რომ დღეს ქართველები ასეთი დაპირისპირებულები ვართ ერთმანეთთან და თითქმის ეკლესიის ნაწილიც კი უკვე შევიდა ამ უკვე სერიოზულად შევიდა. მე მახსოვს ჩე გევარა. ყველას გვახსოვს, ხო? რობესპიერი მახსოვს. მახსოვს ლევ ტროცკი, მახსოვს იოსებ ჯუღაშვილი თქვათ სტალინი, ხო? მახსოვს ულიანოვი, ლენინი, მახსოვს ძველი ბიჭი რო იყო შავი გაგების ჯაბა იოსელიანი, ხო? არც მალაოდნენ ისინი, პუჩისტები ეგრეთ წოდებული, კიტოვანი, ვითო მხატვარი. მახსოვს ღდელი გაპონი რუსეთში 1905 წელს რომ ხალხი რომ მიიყვანა მეფესთან, მეფეოსო კეთილი გული აქო და პეტიცია რომ მიიტანეს და როგორ ამოწყვიტეს იქ ხალხი.
მაგრამ ოპერის მომღერალი არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ თუ შეიძლება ვინმე ოპერის მომღერალი ყოფილიყო ოპოზიციონერი. საქმე რაშია გიორგი, იცი რომ ვიღაცეები ჭრდილში ჩადგნენ და აი ესეთი სახე როგორიც არის ბატონი პაატა ბურჭულაძე წინ დააყენეს და რაღაცა გაითამაშეს. ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად და თავარმა პარტიამ გაიმარჯვა და 80% აიღო და მე მგონია რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდი სცენარი იყო. ფიქრობ ამას მომავალი არ აქვს. ასე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ყველაფერი კარგად არის, დამაჯერებელი გამარჯვება, ყველა კარგად ავართ და აბა ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ. მე ასე ჩემი პირადი აზრი ახლა ამას როგორც საპატრიარქოს თანამშრომელი და ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი არ ვარ. როგორც რიგითი მოქალაქე ისევ და როგორც გულშემატკივარი ჩემი ერის. მაცხოვარი ამბობს ერთგან მე ბრალვის მე ეს ერი. ვიზე საუბრობს გიორგი? იმ ებრაელებზე რომლებიც ჭამენ ერთმანეთს, ფარისევლები, სადუკევლები, წიგნობრები ხრავენ ერთმანეთს, მოვიდა მესია მხსნელი და არ ერთიანდებიან მის გარშემო, ამოწყვიტეს ფაქტიურად ერთმანეთი. რა მოხდა მერე? შემოდის ვესპასიანე, შემოდის ტიტე და მიწასთან გაასწორებს იერუსალიმს და დაანგრევენ სოლომონის ტაძარს, ხო? და დღეს ჩვენ მე ვერ ვატყობ მაგალითად რომ პოზიცია და ოპოზიცია და საერთოდ ქართველები ვიყოთ იესო ქრისტეს გარშემო გაერთიანებულები. ანუ დედა ეკლესიის წიაღში გაერთიანებას ვერ ვხედავ. როდესაც უსმენ ჩემს სულიერ ძმებს, რომლებიც გამოდიან და ერთადერთი მედროშეები არიან ჭეშმარიტების და დანარჩენ მღვდლებს ყველას გძინავ და ვერ ვხედავთ რომ ქვეყანა იღუპება და 1-2 სასულიერო პირი დგა ჭეშმარიტების სადარაჯოზე და სიმართლის შუქურაა, ხო? აი ხვდები როგორი სერიოზული ღრმა ხიბლია სასულიერო პირებში. მე კვირას ჩემს მრევლს, მაპატია ჩემს მრევლს რო ვიძახი, მრევლი იესო ქრისტესია. ძალიან მარტივად. გიორგი უყურე, ძალიან მარტივად აუხსენე და ახლა მინდა პატივცემულ მსმენელს ძალიან მარტივად აუხსნა. უყურეთ ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი დილას იწყებს დილის ლოცვებით, ხო? ასე უნდა იყოს წესი. დილის ლოცვებს თუ ბოლომდე ჩაიკითხავ, იქ წერია დალოცე და აკურთხე ღვთივდაცული ერი ჩვენი, თავრობა და მხედრობა მისი. ჩვენ ვიცით რომ ეკლესიაში არსებობს სამი შეუცვლელი ავტორიტეტი: წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა, 76 ღვთივსულიერი წიგნი, ცხონების წიგნები ქვია. მეორე ნომოკანონი, ანუ დიდი ჯულის კანონი, ანუ წმინდა მამების განმარტება წერილი წერილში და მის გარეშე არ შეიძლება რამე ხდებოდეს ეკლესიაში და მესამე არის ლიტურგიკული ძეგლები, ანუ წირვა, ლოცვა, მწუხრი, ცისკარი, რაც იქადაგება კონდაკიდან, სადღესასწაულოდან და ჟამნებიდან, ეს არის ყველაფერი დოგმატი გიორგი. დილის ლოცვებიც დოგმატია. იქ რაც რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ის არის სწავლება წმინდა ეკლესიის სწავლება და დოგმატი იგივეა. დოგმატის წმინდა სწავლება ეკლესიის და წმინდა ეკლესიის სწავლება დოგმატია. იქ ვამბობთ გარკვევით, რომ თავრობაზე ვლოცულობთ გიორგი უყურე, ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, ავირჩიეთ, არ ავირჩიეთ. მე დიდი ხანია არც ერთი მთავრობა არ ამირჩევია, მაგრამ როგორც სასულიერო პირი მოვალე ვარ, რადგანაც ეკლესიამ განაჩინა წუხრზე, ცისკარზე და წირვაზე და დიდ გამოსვლაში, სანამ პატრიარქს ვახსენებთ, ბარძიმ ფეშხუმი რო გიჭირავს, ღვთივდაცული ერი ჩვენი ქრისტეს მოყარე, თავრობა და მხედრობა მისი. უნდა ვლოცულობდეთ უпростоრად. ზოგი ამას ტოვებს. ესეც არ შეიძლება, ესეც უკვე ხიბლის. ვიცი რომ გარკვეული ადამიანები ამას არ ამბობენ. პირიქით მამა, თუ ჭირდება უნდა მოიხსენიო. პირიქით. უყურე გიორგი ასამბობ ძალიან მოკლედ მინდა და კარგია გიორგი რომ დილის ლოცვები თანამედროვე ქართულად ითარგმნოს და წუხრის ესე თქვა ძილად მისლის ლოცვები რომ ისეთი სიტყვებია რომ ბევრს არ ეცებს. აი მაგალითად შეზღუდე პყრობელობანი მათნი. ბევრი ვერ მიხვდება, ესე იგი ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ რომ შეზღუდე მთავრობის პყრობილობანი, ანუ გემოთმოყარეობა, მომხვეჭელობა, მიხვდი? ძალაუფლების ხო. ეგ აღარავ თქვი შეგნებულად. ანუ შეზღუდე მათი გემოთმოყარეობა, მათი ტოლვა მთავრობის მოყარეობის მიმართ, რათა მყუდროებასა შინა მათსა კეთილმსახურებით ცხოვრობდეთ.
და შთახადე გულთა შინა მათთა კეთილი. ანუ მის მათ გულში შთახადე ჩადეო სიკეთე, რადგან მე ის ავირჩიე, რომ სიკეთით მემსახუროს და მათი პყრობელობანი განაშორე, რომ ისინი იყვნენ კეთილმსახური ადამიანები ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეკლესიაში ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ მათ. ეხლა ამას შეიძლება ბევრი არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით კარგად, რომ საპატრიარქოში მომზადდა უკვე 50 სასულიერო პირი, ვინც სკოლებში უკვე დაიწყებენ ბიბლიის, ანუ რელიგიის სწავლებას. რა ჯობია ამას, ხო? მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ თეთრზე არ ვიტყვით თეთრს და შავზე შავს და ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის, გილოცავთ გამარჯვებას პოზიცია და ესენი ვინ არიან, ეს იქნება ძალიან სერიოზული უკუსლა. აი, შენ ხო იცი კარგად, რომ მე არ მეყვარს ვინმე ხოტბა, მაგრამ კონსერვატორების აი გულახდილი ნათქვამი მომეწონა, რომ რასაც იგი რაც შევძელით ის ავიღეთო რა. არც ის უთქვია, რომ ვინმე დაგჩაგრა, რაღაც დაგვამცირეს, ან რაღაც უთქვიეს, რომ აი ეს რამდენი მანდატიც გვეკუთვნოდა, იმდენი ავიღეთ და აი გულწრფელობა. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი ხელისუფლებიდან გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ჩვენ კი გავიმარჯვეთ, მაგრამ როგორც ზვიად გამსახურდია თქვა, იცი გიორგი, რომ ზვიად გამსახურდიას ძალიან დიდი რაოდენობით აიღო ხმები და არ გაუხარდა. როცა ამდენი ხალხი შენ გირჩევს, უნდა იცოდე, რომ იმადგან სერიოზული პრობლემები გექნება მომავალში. აი რაღაცა 1-10% უნდა იყოს სხვაობა პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რომ უფრო მტკიცეთ იყო, უფრო ფხიზლად იყო და უფრო იმუშაო შენ თავზე ბევრი. მაგრამ რო ხედავ, რომ უსუსურია ოპოზიცია და შენ, აი მაგალითად, აი ძლიერ მოჭიდავესთან რომ სუსტი ვიღაც გაიყვანო და ხტუნაობა რო დაიწყესო, დავამარცხე, ხო? ვინ დაამარცხე, კაცო, ის ხო შენ საერთოდ სხვა ლიგაშია და შენ სხვა ლიგაში ხარ, რა გიხარია. აი მაგალითად ეხლა როდესაც მოდის ჩვენთან გიორგი ვიღაცა რიგითი იეღოვას მოწმე და მე იმას დაუჯდე და კამათი მე ვთხარი მოდი რა თქვენი ხუცესი მომიყვანე და იმასთან დავიწყებ პოლემიკა შენ წადი ჭურჭლის დარეცხვა ისწავლე ხალბატონო და მე მოდი რა არ გვინდა ხო ეს რა შენთან არ დავჯდები საპოლემიკოდ იმიტომ რომ შენ რო გითხრა ერთი ორ შეკითხვას დაგისვაო და პირი უნდა დააღო და მოიყვანე შენი კეთილგონიერი მონა ესე ქვიათ მაგათ ხუცესებს კეთილგონიერი მონები უბრალოდ უგუნური მონები არიან და იმასთან მექნება საუბარი. ანუ რა მინდა რომ თქვა გიორგი რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ სერიოზული პრობლემები ექნება, როცა არ არის სერიოზული ოპონირება. უფრო შორს ავალ, მოდი, ხო ეხლა ამერიკა ითვლება როგორც დემოკრატიის აკვანი. ლინკოლნი, ესეთი ძალიან ცნობილი პრეზიდენტია, სანამ გახდებოდა პრეზიდენტი, ძალიან ბანლიანი კაცი იყო რა და მას ყავდა მოწინააღმდეგე ვინმე სტენონი, რომელიც ამბობდა პირდაპირ ეთერში მიგვირსო ამერიკელი მონადირეებისო, რატომ მიდიანო აფრიკაში გორილაზე სტანადიროთ, როცა აგერ არისო ნიუ-იორკში და ვაშინგტონში, აგერ არის გორილაო. აბრაამ ლინკოლნი ამბობდა რა და პრეზიდენტი რო გახდა ლინკოლნი შეიარაღებული ჯარების თავარსარდლად დანიშნა სტენონი, რატო იცი პროფესიონალი იყო და იმიტომ არ დაუკარგა და თეატრში მოკლეს ლინკოლნი კულისებში და პირველი დაიტირა სტენონმა რომ აქო განისვენებს ამერიკის ერთ-ერთი ღირსეულიო პრეზიდენტი. ეხლა ჩვენ რახან აი ამ პარტიაშია, აი ამ კუთხით თუ დანიშნავ ყველგან ხალხს ქვეყანა ვერ განვითარდება. აი მაგალითად პატრიარქმა რო დანიშნოს წინამძღვრები იმ კუთხით რომ ვიღაცა არის, თქვათ, სნოდან ყაზბეგიდან არის და იმიტომ დანიშნოს, ხო? ესე ხო წინ ვერ წავალთ არა? რაღაცინებს ესია, ხო? მე არა ვარ სნოდან, ხო? კახეთიდანა ვარ, მაგრამ ტადრის წინამძღვარი ვარ და სნოდ ძალიან გიყვართ. რა მინდა ვთქვა გიორგი? დავით აღმაშენებელმა რითი გაიმარჯვა გიორგი, იცი? ყველა ეპისკოპოსი იყო ან ამილახვარი ან აბაშიძე ან ესეთი მოკლედ თავადები იყვნენ რა დიდი წრიდან იყვნენ და პირადი ღირსებით კი არ იყვნენ გამორჩეულები და დავით აღმაშენებელმა თანამდებობაზე დანიშნა
პირადი ღირსებით გამორჩეული მდაბიო წარმომავლობის ადამიანები, ერთგული და განათლებული ადამიანები და გაიმარჯვა, ხო? თუ შეიძლება მორო კითხოთ, აი თუ შეიძლება ძალიან დიდი მოდიში. აუ როგორ მიყვარს ამბოლო ხარ თქვენთან ეთერი სულ მიყვარდა, მაგრამ რაღაცა მდგომარეობიდან გამარჯიშებია, გიშანსია. მაგრამ ძალიან მოგამზადეს მამა სხვა ტელევიზიებმა და ვიჩურდი მაგაზე იცოდე. მამა, იცით რა არის ის არა კი, რა მაინტერესებს ცით რა, აი მართლა გული მწყდება მამაო, რომ აი ის რომ აი მაგალითად შე რომ ვიღაცის გულში რო ზისხს დათესა მამაო, სიბოროტეს, ღვარწლს, რაღაცას, ხო? ეს ხო მე შენ დაგხვდება წინ. აი მე ხო ბერდები, აი მომავალი თაობა მაგალითად გამოვიდა და არა აქვს მნიშვნელობა სიტყვაზე 20 ლარის გამო ან უფასოდ ან რავი იდეის გამო ისურის რაღაც ბენზინს აფეთქებს, არა პრობლემა სიტყვაზე ესე აკეთებს, ხო? მაგრამ ნახეთ ეს ხო ზიზღის დათესვაა მე რომ შენ ამას კიდე ზედმეტ პრობლემებს უქმნი ამ ბავშვებს რომ სიტყვაზე 10 წელს აძლევ 20 წელს აძლევ და 5000 ლარად აჯარიმებ იმ ადამიანს რომელზეც ამბობ რომ 20 ლარის გამოდგასო როგორ გადაიხსენ 5000 ლარს ხო აბოროტებ ხო აი ამ ეს სიბოროტე ხო აი შე რო დაბერდები წიხო დაგხვდება აუცილებლად იმიტომ ის გაიზდება ამაზე რატო არ ფიქრობს მამაო ნებისმიერ ის ადამიანი ვინც აი ღვარდს და სიბოროტეს თესავს ადამიანში რა აი სამომავლოდ მამაო ხო არის ეხა ვიღაცას მტერს რო ეძახი შენ ის ხო აი წარმოიდგინეთ მამაო ის ხვალე იქნება შენი ქვეყნის მართველი აუცილებლად მოგიწევს შენ ასაკი ყველაფერი მოგიწევს იმისა რომ დატოვო ხო მართლა ისა კიმჩენინები ხო არ ვართ მართლა ხო ამ შემთხვევაში მამაო აი უბრალოდ შენ ხო კითხავენ რომ აი რა გააკეთე იმისაც აი რა გააკეთე მაგალითად იმისათვის რომ შენ რომ თავრობაში მოხვედე ეს ბავშვი რო იყო 7 წლის და დღეს რო 20 წლის არის მოლოტოვის კოქტეილს გესვრის და სიტყვაზე სააკაშვილი 60%-ს აძლევს ხმას ამბობს ყოველთვის პრეტენზია აქვს რა გააკეთე ამ 12 წლის მანძილზე ამისათვის ხო კითხავენ რომ არ არის ისო ხაზარაძე მევახშია ტიპმა და გმირი როგორია ხო კითხავენ რომ 12 წლის მანძილზე გესწავლებინა ბიძია რატომ არ აწყობთ დათ მამაო ეს ყველაფერი თუ შე აი ძალიან მარტივი ლოგიკური კითხვა არის მამა აი ჩვენ არ გვაწყობს ხოლმე საერთოდ ეგეთი ძალიან რთულ თემას შეეხე გიორგი და ვეცდები როგორღაც გიპასუხო თუ გიპასუხე აი პირველ რიგში რა მახსოვს გიორგი იცი რომ წინა მთავრობის დროინდელი პატიმრები დღეს ციხის უფროსები არიან ბევრი აი წარმოუდგენელად მოხდა რა რომ ის იმ რეჟიმში იყო დღეს არიან ისინი ციხის უფროსები და დარწმუნებული ვარ მათ ახსოვთ მას როგორ ექცეოდნენ და ისინი ისე არ მოიქცევიან როგორც მათ ექცეოდნენ აი ხლა მე რას ურჩევდი ხლა მე ვინ მომისმეს მაგრამ ჩემი აზრი ხომ აქვს უფლება რომ მქონდეს მე რომ არჩეული ხელისუფლების ადგილზე ვიყო ამინისტიას გამოვაცხადებდი და აი ამ ახალგაზრდებს გამოუშვებდი ყველას და იმ 5000 ლარიან ჯარიმას არ გადავახტევინებდი უფრო შეუყვარდებოდი და უფრო დავიმეგობრებდი იმ გაუგებრობაში მყოფ ახალგაზრდებს აი ჩვენ რას ურჩევთ ერთხელ მამა გიორგი ზვიადაძემ გითხრა ასეთი რამე რომ აი ერთი ქალბატონი იყო რა იმაში სასადილოში და მივიდაო ახალგაზრდა ბიჭიო და უთხრაო რომ ერთი ღვეზელი მომეციო და გაეთრი აქედანო მე უთხარიო რომ ქალბატონო შენი შვილი რომ მოსულიყო ესე ეტყოდიო გაეთრი აქედანო ხო მაშინვე მისცემდიო ღვეზელსო ხო აი ესე უნდა წარმოვიდგინოთო რა რომ ყველაში ჩვენ აი ესე უნდა წარმოვიდგინო აი მოხუცებული ქალი მოვიდა და გეუნდება შვილო დამეხმარე და გადირა ქალო აქედან აიღე და ვითომ ბებია შენი მოვიდა საშუალო ასაკის ქალბატონი მოვიდა, ვითომ დედა შენი და დეიდა შენი მოვიდა. ახალგაზრდა გოგო მიდის და შეურაცხყოფას აყენებენ. ჩათვალე რომ შენი და არის რა, დამოიღე ხმა. ეხლა რომ შენ გამარჯვებული ხარ, ხო? გამარჯვებული ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენ. შესავალ რატო გავაკეთე რომ მე მინდა რომ ეს თავრობა იყოს ღირსეული, იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან ბევრი რამე მომწონს. მათნი განდევნოს ღმერთმა მაქედან და ერთხელ და სამუდამოდ არ იყვნენ ბიუჯეტის მჭამელები და მე ეხლა როგორც დაიჭირეს ხო ყოფილი მინისტრები რამდენი დაიჭირეს ხო რომ თურმე ამ რეებს აკეთებდნენ ხვალე ვიღაცა კიდე დაიჭერენ ხო სხვადასხვა ყველა არ არის ცუდი კაცი ყველა არა მაგრამ უყურე გიორგი ის ბურჭულაძე და ის ახლა ცუდი ადამიანი რომ გამოვიდეს რომელიმე მაღალ ჩინოსანი და გამოაცხადოს ამინისტია აი ამ ახალგაზრდა თაობის რომლებიც ახლა ხო წარმოგიდგენია ხედა აიხილა თვალები ვიღაცამ გააქეზა ის რაღაცებს ხო ხდები რები ჩაადენინეს მიხვდე რომ რაღაც სპექტაკლში მიიღეს მონაწილეობა და ეხლა
ესე იგი, ახალგაზრდული წლები უნდა გაატარონ ციხეში. 2, 3, 4 ალბათ უფრო მეტი. ეხლა ხო კარგია რომ მიხვიდე და უთხრა რომ მე ჩვენ მივხვდით რომ თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს როგორც ნორჩები. ერთი ფილოსოფოსი მოდის გიორგი, მე მგონი არისტოტელი. ესეთი წესი ქონდა არისტოტელეს რომ სიარულში ასწავლიდა თავის პერიპატეტიკოსები ერქვათ რა. სიარულში აი პლატონი აკადემიურად აკადემოსის ბაღში იჯდა და ისე ასწავლიდა და არისტოტელე მოძრაობდა და ისე ასწავლიდა და ხედავს რომ ჩიტების დამჭერი მოდის. და ეუბნება რომ შეხედეთო ახალგაზრდებო როგორი ჩიტები ყავსო გალიაშიო სულ ყველა პატარა ჩიტები ყავ დაჭერილი ანუ გამოუცდელები ხო ხვდებით რომ ეს ჩვენი გულანთებული ახალგაზრდები გაუგებრობაში მოყვნენ რაღაც ხო ბევრს ხო აეხილა უკვე თვალები ხო მიხვდით რომ იმდენი ხალხი აღარ გამოვიდა არა მაგრამ მე ვიცი გიორგი ემიგრანტები ახლა მისმენენ ემიგრაციიდან დედები იხდიან 5000 ლარებს რომ თავიანთი შვილები ამ გაუგებრობაში მოყვნენ, ზოგმა გაიარა უბრალოდ და დაფიქსირდა რომ გაიარა და შენ მიტინგზე იყავი და 5000 ლარი მოიტანე. ეხლა ის დედები ის არ ეყოფოდათ რომ როგორ შრომობდნენ, ეხლა ორმაგად და სამმაგად კიდე უნდა იშრომონ, რომ მათი შვილები ან ციხიდან გამოიყვანონ და ან იქ რამე გაუგზავნონ, ან ის 5000 ლარიანი ჯარიმები უნდა იხადონ. აი ეხლა რა ბედნიერება იქნება რომ გამოვიდეს რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარე იქნება თუ პრემიერ-მინისტრი და თქვას რომ ამინისტიას ვაცხადებთ რომ აი ეს ახალგაზრდები მასიურად გამოუშვათ და მიხვდნენ რა შეცდომა დაუშვეს და გააგრძელონ სწავლა, განათლება და ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ და ის ჯარიმები ახლა კიდე რაღაც ალბათ ბევრი ჯარიმები დაიწერება იყოს ბათილი. აი ნახე რა ამხელა ზეიმი იქნება გიორგი და ამხელა ჰუმანიზმი იქნება. ეს ასე იყო ყოველთვის რომ ოდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ქვეყანაში, ხო? დღესასწაულია თუ არჩევნების მერე, მოდი რა იყავი ჰუმანური და შეიწყალე რა. ყველა ახალგაზრდა ჩადგება არსებული ხელისუფლების დამცველთა და მშენებელთა რიგებში. მაგრამ ასეთი ეს ბავშვები ხოცა იქნება ხო გამოვლენ არა? როგორია რომ ეხლა მე აი 2 წელი გიორგი ჩემი ახალგაზრდული წლები გავატარეს რაღაცას რუსეთში, ურალში. და რა ვქნა სხვა გზა არ იყო 18 წლის წავედი 20-ის ჩამოვედი 2 საუკეთესო წელიწადი სადღაცას ვითომ მამულიშვილურ ვალს ვიხდიდი ტანკისტი ვიყავ. ოდა ეხლა წარმოიდგინე გიორგი ეს ახალგაზრდები ეს ყველაზე სანუკვარი წლები როა უნდა იყოს უნივერსიტეტში და ეხლა იქ ციხეში როგორია რა ბედნიერება იქნება რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ახალგაზრდები არანაირი საშიშროება მათგან არ არსებობს რომ მოვიდნენ ეკლესიაში მოვიდნენ უთხრათ რომ ბავშვებო თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს ვიღაცებმა თვითონ არა ჩანდნენ სადღაცას იყვნენ შემალულები ხო ვირთხებივით და თქვენ ესე გამოგიყვანეს და აი უკვე ზანსუდი რაღაცები მოხდა რა მოკლედ და ჩემი თხოვნა იქნება რომ სურვილი რომ ეს ახალგაზრდები გამოუშვან და აი ეს 5000 ლარიანი ჯარიმები არ გადაახდენონ მათ შობლებს ეს არის ჩემი პირადი სურვილი რა კი და მამაო ხო რაღაცნაირად აი მინდა რომ აი იცით რა უფრო მინდა კიდე იცით მამაო რომ რაღაცნაირად ერთმანეთი დავინდოთ რა ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ იმიტომ რომ ძალიან მალე ეს ადამიანები ვინც აი სიტყვაზე დღეს ქართულად ლაპარაკობს შეიძლება მოგვენადოს დედას გეცებთ მართლა იმდენად სიმცირე მოდის ხო რომ აი შეიძლება ქართული ლაპარაკი რომ გაიგო იმდენად უკვე ცრემლები წამოგივიდეს მართლა ეგრე იქნება მამაო რომ მოვა რომ დეფიციტში ვიქნებით აი ქართველი შეიძლება ვეღანახო იმიტომ რომ ყველა ტოვებს ამ ქვეყანას და ყველას რაღაცნაირად ბოროტი აკეთებს იმას და გეხვეწებით რომ მე ბევრი რამ მომწონს და ღმერთმა არქნას რომ ის წინა რეჟიმი მობრუნდეს ღმერთმა არქნა ამაზე საერთოდ საუბარი არ მეც კი გავალ მიტინგზე ის წინა რეჟიმი რო დაბრუნდეს მაგაზე არ ვამბობ იმიტომ რომ ეგ არის სიბოროტე ყველაზე დიდი რომ ჩვენ არ ვასწავლით ამ ადამიანებს თუ წინათ რა იყო შედალოცილო ეს ხო და გეთქვა შედალოცილო და იქნება აღარ გამოსულიყო ვის გვერდზე დგას ხო ეხა იმ ნაძირალის გვერდზე თუ დგას როთვლი ხო მაშინ აღარ გამოვიდო და დღეს რო ეუნები რომ ცუდი კაციაო და შენ რო ხოთბას ასხავდი და ჩემზე კარგად რო ექცევი დღესაც და ხვალაც სულ რო მოექცევი ხო ის ახალგაზრდა ხედავს და კაი გონია ის რა და იმიტომ რომ მაგით სუნთქავ თქვენი სასუნთქი რაღაცა წვეთოვნები ესენია ისინი რო არ იყვნენ თქვენ საერთოდ მე თქვენ გამოჩნდებით ცუდები და მაგიტომ გინდა თუ თქვენზე ცუდები იყვნენ აცოცხლებთ თქვენ რა გატეგეგრია ხოლმე რა და თუ შეიძლება მამა აი რომ აი ჩვენ
ჩვენ თვითონ როგორ მე უკვე გადავწყვიტე და ვიცი რომ ამდენ ადამიანში მამაო ერთად ვერ იქნება მშვიდობა მე მინდა რომ აი ჩემ პატარა მოდი 5 კაცი ვართ 10 ადამიანი ჩვენში მშვიდობა მე ის იქ მოაგვარებს იქ მოგ იმიტომ რომ ბევრი ხალხი გააბოროტეს მამაო თქვენ რო იძახით ვიღაც სასულიერო პირი ვიღაც ის იცით რა კაი ადამიანები იყვნენ გააბოროტეს თავისი ცუდი მოქცევებით მამაო და მე მიიღეს ესავალალო შედეგი მამაო და არის ეს აი ერთი რამე მინდა ძალიან საინტერესო იმპულსები მოდის როგორც ყოველთვის გიორგი და არანაირი კამათი აღარ მინდა შენთან, იმდენად გაიზარდე უკვე სულიერად, რომ აი მამო, აი ნახე რა. აღარ მინდა შენთან კამათი. უყურე გიორგი რა გამახსენდა, ეხლა მე არ ვიცი როგორ, აი ცოტა ვეცდები რომ ჩქარა ვისაუბრო, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ბევრ სასულიერო პირს გამოადგება. ძალიან საინტერესოა გიორგი ის და კარგმა ქრისტიანმა ღვთისმეტყველებმა დადეს დასკვნა, როგორ უკეთურდება წმინდა мама, აი ღირსეული мама, რომელიც ადრე იყო მოპაექრე მწვალებლებთან, მაგალითად ასეთი იყო ტერტულიანე, შემდეგში ორიგენე და რატომ მოხდა მათი გაუკეთურება. არ არის გიორგი საინტერესო, რომ ტერტულიანე ტრაქტატებს წერდა ებრძოდა მწვალებლობას, თვითონ გახდა მერე მწვალებელი. ორიგენეც ასეთი იყო და თვითონ გახდა მერე მწვალებლობაში ჩავარდა. არიოზი. ეხლა უყურე რაშია საქმე, როგორც კვლევა დაიდო. ოდეს არსებობს ორი მეთოდი პოლემიკის გიორგი. ერთი არის მართლმადიდებლური მეთოდი და მეორე არის უკომპრომისო. ოდესაც მწვალებლებს დაუნდობლად, მწვალებლურად გავეშებული ებრძვი, შენს გავეშდები და შენს იგივე დაგემართება. მაგრამ თუ მართლმადიდებლურად მიუდგები, ანუ მასში რაღაცა გარკვეულ ღირსებებს დაინახავ და მამაშვილად ეთყვი რომ შენ რა ღირსეული კაცი ხარ როგორი ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ აი აქ ცდები ძმაო შენ, გესმის? მაგრამ თუ უკომპრომისოდ ეკლესიის მტრად გამოაცხადებ და ეთყვი რომ შენ არ ვარ გიხარ საერთოდ. უკვე ეს არის უღირსი ბრძოლა, მაგრამ თუ ეთყვი რომ აი შენ ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ, მაგრამ აი ამ მომენტში ცდები, იმის პიროვნულ ღირსებებს ხას გაუსვავ და წარმოაჩენ წინ, იმას შენ შეიძენ როგორ ძმას, მაგრამ თუ დაუნდობლად ებრძვი აი ხა თქვა მოვიდა გიორგი ჩემთან უფრო გასაგები რომ იყოს ვინმე იაყოვას მოწმე განათლებული ჭყალებში რაღაც ესეთ და მე მოკლედ გვიყურებ ხოლმე და ძალიან მე მოკლედ არ დავინდე და გადაუვარე და სუმწვალებელი ვეძახე მასხარა და ვეთყვი რომ რა გონიერი ადამიანი ხარ რა კარგი ბიჭი ხარ მაგრამ იცი რა არის აი მოდი აბა აი აქ ამ მომენტში რაღაცა ხო არ გეშლება აბა მოდი ცოტა ხანი იმ კეთილ გორნიერი მონების და ქადაგებები გვერდზე გადადე და შენ დამოუკიდებლად მომყევი ეხლა და მოდი აბა გავიაროთ რას ნიშნავს პირველიდან იყოს სიტყვა რას ნიშნავს მე და მამა ერთი ვართ აი ესე მაგრამ თუ შენ აგრესიით ელაპარაკები გიორგი შეიძლება ხვალე მე გავხდე მწვალებელი აგრესიით საუბარი და მისი ღირსებების არ დანახვა გამოიწევს მე შენ გავეშებას და შენ უკვე გადმოგედება იმისი დაუნდობლობა სიშლეგე და შენ თვითონ გახდები შლეგი როგორც დაემართა ტერტულიანეს ტერტულიანე იცი რა სიბრძოდა გიორგი 2005 წლამდე მისი შრომები ღვთისმსულიერია მაგრამ მე თვითონ იერარქიას დაუპირისპირდა და თქვა რომ ეკლესიაშიო იერარქიაო არ არსებობსო რა ეპისკოპოსი და ხუცესიო არისო ღვთისმსულიერიო ადამიანიო პნეუმოს ანთროპოს და არავით არის ეკლესიის ხუცესებიო. სადაც 2-3 შეიკრიბება უკვე ეკლესიაო, იერარქია არ არის საჭირო. თვითონ გახდა სერიოზული მწვალებელი. ორიგენეზე განათლებული ძალიან ცოტა იყო რა. და ესე იგი ორი შესამოსელი არ ქონია, საკუთარი სახლი არ ქონია, რაც წერია ბიბლიაში ყველაფერს პირდაპირ ამ დროს ალეგორიების мама ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის დამაარსებელია мама ციხეში რო იყო მოწამეთ რო უნდა გასულიყო აქედან შვილი პატარა ბავშვი იყო და ამხნევებდა мама არ დათმო ქრისტიანობისთვისო ეწამეო მეტა მე ვიყო შენ ადგილზე აი ეს კაცი გიორგი მე აყალებს წვალებლობებს ანუ უკიდურესობა დამღუპელია გიორგი ეხლა მე და შენ რო ვიღაცებს გადაუვაროთ ხო მიწასთან დავასწოროთ მე და შენ გავხდებით ვარიმწერია მე ხო და აი ამიტომ რატომ გავაკეთე ამ ხელა შესავალი რომ ადამიანს ღირსება არ უნდა შეულახო უნდა უთხრა რომ შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი მამები გვიშლიან რომ ეშმაკზეც არა ვთქვა ცუდი
ეშმაკი დაცემული ანგელოზია, ღმერთმა კეთილად შექმნა, მაგრამ ცუდად იქცევა. ის ცუდი მოძღვარი კი არ არის, ცუდად იქცევა, მაგრამ შენ რო იმას აღარ დაუტოვებ შესარიგებელს და დაბომბავ და ყველანაირად რო დაამცირებ ხალხში და იმასთან აღარაფერი აღარ გაქვს კავშირი მასთან. ის ხო დაღუპე და შენ თავსაც უკვე ფაქტიურად ღმერთი გააბრაზე. შვილები რო ჩხუბობენ მშობლებისთვის რო ვის ხარეზეა მშობელი ახლა როგორ თქვა შენი ძმა ტყუის ხო და შენ გადაუარე შენ ძმას მამა გეტყვის რომ ყოჩაღ რო გადაუარეო თუ გეტყვის რომ კაი რა მოგევიდა რა შენი ძმა არის მიუტევე ცდება მაგრამ შეაგნებინე რო ცდება რო ევნები შენ არა კაცი ხარ შენ წვალებელი ხარ შენ ფანატიკოსი ხარ შენ თვითონ გახდები ფანატიკოსი აი არ მინდა დავასახელო ალბათ ყველა მიხვდება აკადემიის ყოფილი პრორექტორი იყო და პატრიარქთან ძალიან დაახლოებული პიროვნება იყო ანაფორა გაიხადა ერთხელ იყვნენ ჩამოსულები მონოფიზიტები საპატრიარქოში და ზურგი შეაქცია და ინერწყვებოდა რომ ამათ როგორ დაველაპარაკებიო და თვითონ მე ბაპტისტებთან და სექტანტებთან მეგობრობდა რა ძალიან უკიდურესობით გამოირჩეოდა ისეთი ერთხელ მე და ეხლა ის არის სასულიერო პირი ეს ადამიანი არ დავასახელებ პირველ კურსზე ვიყავით არ ვიცოდით რო კურთხება უნდა აგვეღო წერდა საკურსოს თუ სადიპლომოს წერდა და უნდა პროტესტანტებთან მისულიყო და აეღო ინტერვიუ და მალხას მონღოლაშვილი იყო მაშინ მივედით კურთხევის გარეშე წავედით და რო დავბრუნდით სასულიერო აკადემიაში ყველაფერი იცოდა უკვე და მეუფე აბრაამა ძალიან სერიოზული საყვედურები გვითხრა გავიგე რომ არ უნდა წავიდე კი არ გადამიარეს ესეთ ხო მიხვდნენ რომ არ ვიცოდი პირველი კურსელი ვარ და დამინდე ეხლა რომ გაერიცხათ ჩემი თავი ხო შეიძლება მე ეკლესიას დავპირისპირებოდი და წავსულიყავ ეკლესიიდან ხო ადამიანი არის გონიერი მოაზროვნე არსება და უნდა უთხრა ერთხელ და ორჯერ წერია რომ შენ კარგი პიროვნება ხარ, როგორი ნიჭიერი ხარ, ეს მუხლები როგორ დაგემახსოვრებია. კაცო, მაგრამ იცი, აქ ცდები, ჩემო კარგო რა. აი აქ ცდები. ამ სიყვარულს რო დაინახავს. ხო, აი, ერთი მოძღვარია სტენიაევი რუსეთში, ძალიან საყვარელი ბუთხუზა მამაოა და ამბობს, რომ ერთხელ გამოვაცხადა ეთერშიო, რომ აბა ვის გინდათ მართლმადიდებლობაზეო ვიკამათოთო ბიბლიიდან მარტო და მოვიდა ერთი პროტესტანტიო საიდანღაციდანო ჩამოვიდაო რა პროვინციიდანო და 4-5 საათიო ვისხედითო და ვსაუბრობდითო და ისე მოხდა რომ ელექტრიჩკამ გაასწრო და ჩემ სახში დავტოვეო რა და მე მეორე სართულზე დავიძინეო და მაცივარშიო ქათამი მქონდა ჩემთვის გადანახულიო ხო მეტყობა როგორი ბუთხუზა ვარო არა ეს ქათამიო დაუთმეო იმ პროტესტანტს და ჭამ ერთხელ შევხვდით ორჯერ სამჯერ და ბოლოსო მოექცაო და ვეკითხებიო რომ ჩვენ საუბარშიო გადამწყვეტიო რა მომენტი იყო ქათამი რომ აჭამეო ისო რა მაგარი ეს მის გიორგი განა გადაუარა და მწვალებელო ეძახა და კაიო დარჩიო ზოგი არ დატოვებდა მწვალებელთან ხო არ დავიძინებდა ხო ბომბები დამეცემა და რაღაც და ქათამი დაუთ მაგარი მიდგომა აი ამ ქათმის ჭამო კაცი დააფიქრა რომ მართლმადიდებელმა ლუკმა გამიყო შეიძლება თვითონ შეერმა დაიძინა, ხო? ეგა. და აი ამან იმოქმედა, გესმის გიორგი, იმოქმედა ადამიანზე და გული გაუთუბა. მარტო ეს ერთი წუთი მთელ გადაცემა. დაუნდობლები მთავრობას მიმართავ, არ უნდა ვიყო წაქცეულს, აღარ უნდა ურთხა, ხო? დამარცხდა. და მოდი რა იყავი ტოლერანტი თუ რა ქვია იმ ჰუმანური იყავი. მიდი და უთხარი რომ ბიჭებო, აი ხლა წადით. მოეფერე. და აღარ აგნახოთ რა ამ საკითხზე რა დროს თქვენი პოლიტიკაა რა რა დროს თქვენი პოლიტიკაა შენ არ მოგწონს პრემიერ-მინისტრი ისწავლე შილო და შენ გამოდი კარგი პრემიერ-მინისტრი რა შენ არ მოგწონს თქვა კულტურის მინისტრი წადი ისწავლე შილო და შენ გამოდი კულტურის მინისტრი ხო აი ესეთი მიტინგები და კოცონის დანთები და ღობის ჩამონგრევი და დამტრევით როდის იყო ქვეყანა შენდებოდა ხალხო ხლა ის არ ახალია ის კარგად თუ ევროპაში უორესები ხდება ახლა ვერავინ ვერ იტყვის რომ ჩვენ ვართ რაღაცა ქვის ხანიდან და ჩამორჩენილები რა ძალიან გულიაზე თქვა ეს ქართველები ძალიან მაგარი უნიჭიერეს ხალხი არიან და ეს ნიჭის მიმართულებას არავინ არ აძლევს იმისათვის რომ ადამიანმა შვება იქცნოს მამო ერთი ნიჭი აქვს ადამიანს რომ რაღაცა პასპორტში ვიზა გააკეთოს რაღაცა ფეიკი მაინც რომ წავიდეს აქედან და სად მიდის არავინ არ იცის მამო აი ეგ არის პრობლემა და აი ამას რომ მივხედოთ რომ გადავხედოთ აი ხო გვინდა საქართველოს კარგი აი ჩვენი ხელისუფლების დროს ამდენი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში
არა, რამდენი გავიდა 600.000. სად მიდის და მე აი ძალიან ცუდი სიტუაცია ამ ხრივ და ძალიან გული მწყდება, მამო. ბათუმში ჩახვალ გაანარკომანა თურქეთმა, მამო, ნახევარი და მთელი ბათუმის ახალგაზრდობა და ისა რა ქვია, მთელი ყველაფერი შეისყიდეს და სულ თურქები და იმათი არის, მამო. აღარ უნდა თოფი დაპყრობა, მამო, ფული აქვს და ჩვეულებრივად იყიდა რა. ის შეგნებაც იყიდეს იმ ფულით იმ ყველაფერი და ფული მართავს ყველაფერს და რაღაცა ცოტა სხვა ის გმართებს რა, რა ვიცი მე, უბრალოდ აი ძალიან ცუდ დღეში ვარ და ჩვენ კიდე არ ვიცით რა, ვინც კიდე რაღაცას წარმოადგენს ხუს იმის ჩაქოლვაზე და გადაქოლვაზე ვარ ყოველთვის ხოლმე რაღაც ავტორიტეტი ყველაფერი. არ მესმის გიორგი, იცი რომ გავიმარჯვე და მე კიდე უნდა ვიყო 30 წელი ვიყო, 30 კი არა, 50 იყვნენ, თუ კი ქვეყანა საერთოდ. ეკუთვნოდეს კაცო, სულ იყავი. მრავალშვილიანებზე გიორგი ლაპარაკობს ვინმე, ემიგრანტების დაბრუნებაზე საუბრობს ვინმე. ეს ამდენი მიგრანტები რო შემოდიან და იყიდეს მიწებით და სოფლებს რო აშენებენ, ვინმე საუბრობს. ეხლა არ მითხრათ რომ ატო აირევი პოლიტიკაში, რას ქვია პოლიტიკაში? ჩემი ისა ქვეყანაა ეს და მე როგორც მოქალაქე ისე ვლაპარაკობ რა, რომ მე არ გამიხარდება რომ ქართულ სოფლებში გვერდზე არაბული სოფლები აშენდეს და საქართველოში შევიწროდეს ქართველი, ხო? აი აგირჩევ კი არა, გამოვალ და დავდები და ვიდურებ, ხო, მაგრამ ეგრე არ არის რა, ეს უნდა აუცილებლად მოგვარდეს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, სიყვარულით და 2 მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, გიორგი, 2 მილიონზე მეტი გაცილებით. ეგენი არჩენი, მამო, თუ სიმართლე გითხრა. ხო და ვიცნობ იმ ხალხს, ახლა მუგეშელები გვისმენა, გიორგი და იმათ უკვე ტვირთი დაედოთ, იმათ ახლა არ ვიცი, ნამდვილად მართალია ინფორმაცია, მაგრამ საწყლებს მოატყუეს რომ ჩარიცხეთო თანხებიო ოპოზიციაშიო და გავიმარჯვებთო და დაგაბრუნებთო და ის ფულები შეჭმულა ხო როგორც ეთყობა რა ეგენც ასრიცხავენ ისე მამო ჩვენში ვთქვათ რა გაჭირებული ნათესავი არ ყავს აქ რა იმას ბეჟანას მოსვლას ხო და მოატყუეს გიორგი მოატყუეს უცუ აუცრუეს გული იმათ საერთოდ აღარ უნდა აქეთ გამოხედო აღარ უნდა და რა იმა რა უნდა დაიფინანსებინა რომ მის შემოვიდეს მამო აი მაგას როგორ აფინანსებს ადამიანი და ის თანხები დაიკარგა ეხლა გიორგი და 1-2 კაცის ჯიბეში მისას მოსვლა თუ უნდა და რაღაც მიდიოდა იმიგრაციაში მამო აი ხა ნუ კარგი რა მამო ეს კიდე ცალკე პრობლემაა რა კიდე რა სად გამოივრეცხეს ამათმატო მიშა რომ მოვიდეს მე ჩვენსაც წავიდეთ ვინც ვართ აი საწავიდე კაი ამ ბიზნეს 100 თუ ისე რაღაცნაირად უძლებს ადამიანი მაგრამ ისინი რომ მოვიდნენ მამო ჯერ ციხეს ჩაქვსავენ და მე გაწამებენ და რეები გააკეთეს თქვენ ხო კარგად იცით მამო ეხლა ადამიანს მოკლე მახსოვრობაა გიორგი და მალე ივიწყებს ყველაფერს რა აი ეს ბავშვები რომლებიც გამოდიოდნენ მათ მაშინ იყვნენ პატარები და დაბადებული სიტყვენ მამო ჯესეთ მამა აი ყველაფერს თავი გავონებთ ჰალე ყოილის საჭირთან ერთად აი რომ მოვიდნენ ისინი წარმოიდგინეთ ეხლა აი ეგ სასტავი იქნება მინისტრები და რაღაც აი ვერ წარმომიდგენი მეცნიერება რო ხედავ ხოლმე ისეთ მეცნიერება აი ვერ ხვდები ვისაც უნდა განვალაგო აი რაღაცა ხო შეიძლება რაღაცა თანამდებობა მისცე ხო და ეხლა მადლობა ღირს მამო ციხეებში მართლა მაგარი სიტუაციაა და თქვენი თქმის არ იყოს ის უფროსები და ისინი მართლა მაგარი და აი მართლა ჩემი დიდი პატივისცემ ყოფილი პატიმრები არიან ბევრი ხო ბევრი თანაშრომელიც არის მამო ისეთი რომ აი მართლა აი ვინც კარგად ექცევით პატიმრებს ყველას აი ღმერთო სიკეთე მოგცეთ და მაგიტომ არის რომ მართლა ამ თავრობას ყოველთვის ავიცი მადლობას ვეტყვი რომ პატიმრებს ვინც კარგად ექცევა ის ჩემთვის არის ნომერ პირველი ადამიანი ის უფალს ექცევა კარგად რა თქმა უნდა ყველა პატიმარში უფალი უნდა დავინახოთ ხო იცი გიორგი რა ყველა მშიერში ყველა ასე თქვათ გაჭირვებულში უფალი უნდა დავინახოთ თუ შეიძლება გიორგი სანამ რამეს მოიფიქრებ დაგასრებ თხონა მაქვს რა თხონა მაქვს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ყველა ქართველთან და არა ქართველთან და მართლმადიდებელთან რა თხონა მაქვს გიორგი პირობითად ჩვენი რწმენა შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად პირველი ნაწილი არის ღვთისმეტყველებითი რწმენა და ეს ძალიან ცოტასა აქვს რომ ღვთისმეტყველებაშიც რო ერკვეოდე და შენი რწმენა ღვთისმეტყველებით იყოს გაჯერებული შეიძლება აკადემია დაამთავრო და რამოდენიმე ადამიანს ჰქონდეს ასეთი რწმენა ხო რომ რას ნიშნავს ერთარსებას ამპიროვანი ერთ ჰიპოსტაში ორი შეურევნელი შერეული ბუნება ერთი ჰიპოსტასი და ორი ბუნება ეს ხო ეხლა მღვდლებმა უნდა იცოდნენ ძირითადად კარგია რომ მრევლმაც იცოდეს მაგრამ მეორე რწმენა არის გიორგი წმინდა მოვლენების და წმინდა საგნების ანუ ხატების რწმენა ეხლა რა ხდება 14-ში არის სვეტიცხოვლობა აი ხო შეიძლება რომ სვეტიცხოვლობას გიორგი მთავრობა მხედრობა და ოპოზიცია
ყველა საღათ მოაზროვნე ოპოზიცია, ვისაც გულში საქართველოს სიყვარული უნთია. მოხდეს შერიგება, მოხდეს რაღაცნაირად ამინისტია, რომ ერთმანეთი არ აგვძულს ჩვენ. თუ ჩვენ ასე გავაგრძელეთ ხალხო და ასე დავჭამეთ ერთმანეთი, ჩვენ გადაგვარებას, რა ვიცი, ხალხი ვერ დაინახავს ისე გადავგვარდებით და გადავჯიშდებით და სვეტი ცხოველში, სადაც უამრავი ეპისკოპოსი ჩამობრძანდება, უამრავი სამღვდელო პირი იქნება და მრევლი იქნება, ეკლესიამ შევარიგოთ თავრობა, მხედრობა და ყველა გონიერი ოპოზიციონერი და დავიწყოთ ქვეყნის ამხშელებლობა გიორგი და გამოცხადდეს ამინისტია მე ესე მინდა გიორგი უბრალოდ რომ უამრავი უდანაშაულო პატიმარი განთავისუფლდეს და მტერი გახდეს მოყვარე აბა ქრისტიანობა რა არის შენ სანთლის დანდება გონია გიორგი მარტო და საქართველოს საუბრობ თავრობის ხალხი რო დგას სანთლით მარტო ეგა გონია შენ მორწმუნეობა გააკეთებს ეხლა ხვდები რას ვიძახი რამხელა სიხარული დაისადგურებს გიორგი ეს არის აი ღმერთს რაც უნდა ის მაგრამ რამდენი ადამიანს წამოუვა ცრემლი რამდენი ადამიანი სულიერად დაიბადება და რამდენი მრევლი დაბრუნდება და მობრუნდება ეკლესიაში ხო დემოს რას უზამთ ესე დაუკუჭავთ მაგრამ სად არის მამა მაგით აი მაგ საქციელი დეშმაკს რას უზამთ არა ხო კარგი აზრია გიორგი მაგ საქციელში ვარ ხო არა ხიმში კი ვარ მამა ეხლა თქვენ რასაც ამბობთ მე გადავხედე იმ ტიპებმა ვინც უნდა გააკეთონ ეგენი რა და რატო ვერ გააკეთებენ ვი რომ არა კარგი რატო ვერ გააკეთებენ გიორგი ისინი ხო მორწმუნეები არიან და სახელმწიფო რელიგიათ უნდა ეხლა თქვენ ჭყონდიდეს ხედავთ და ამით აღმაშენებსთან ვინმეს ისიც არა გავიგე მაგრამ ხო იციან ესენი ვინ იყვნენ და როგორ იყვნენ ძლიერები ხო აი პატრიარქი გააკეთებს მაგას ილია მეორე და ძალიან აი ყველაზე დიდი პატრიარქი ყავს თუ დედამიწაზე ვინმე დაბადებულა და მე ვინმე ვიცი და ვინმესთან შეხება მქონია მაგაზე დიდი ადამიანი მე აი საერთოდ არ მინახავს და დიდი მადლობა ამისათვის რომ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი არის ამ ქვეყნა და ღმერთო აი სხვადასხვის მეუფეებმა მთხოვს 126 ფსალმუნი ვისაც შეგიძლიათ პატრიარქი რომ დიდხანს იყოს იცოცხლოსო იკითხეთ თუ შეგიძლიათ აი მადლობა გიორგი რა თქმა უნდა მაგრამ აი ერი სანამ ამ მდგომარეობაში იქნება ჩვენს პრობლემები გვექნება ეკლესიასაც და მთავრობას და მხედრობას და ყველას პრობლემები გვექნება იმიტომ რომ მიტინგზე კი არ უნდა გამოვიდე და იქიდან კი არ უნდა მოუწოდო მე ხალხს ხო მე ამბიონზე უნდა ისე ვიქადაგო გიორგი და ასეთ ეთერებში როგორც ჩვენ აკეთებ და მოყავს ძალიან კარგი მოძღვრები ხო აი ყოველთვის აი ესე პერმანენტულად უნდა მიდიოდეს გვიყვარხართ შევრიგდეთ ვაპატიოთ დიდება უფალს ჩვენი ძმობა დალოცოს ღმერთმა თუ ფანატიკოსი გამოდით არაპატიოთ ჩარტყი ცეცხლი წუნწუბა არ არის ხალხო ეს ღვდლის ენა არ არის გიორგი ღვდელმა ღვდლის ენაზე უნდა ილაპარაკოს და არა ისე რომ აი მე ვარ და მარტო და სადარიან საერთოდ ეშინია და ვის ეშინია კაცო აბა ერთი აი ამ თავრობამ მიიღოს ერთსქესიანთა ქორწილის კანონი ხო და ქორწინების კანონი ხო ან ეკლესიას რამე დაუშავოს რამდენი ღვთელი გამოვალთ ნახონ მე რა ხო ან ბიბლიური კანონები შეიბღალოს და მამათმავლობის აღლუმები დააწესონ ხო რა მოხდება მე მგონი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს სადაც ვერ გაუვიდათ ეგ რა და ამაში ხელისუფლება დაგვიდგა მხარში დღეს რო ჩვენი ბიჭები უკრაინაში არ იხოცებიან არ არის დასაფასებელი გიორგი არ არის დასაფასებელი არ ბევრიც იხოცება არა არ უნდა დაუფასო რო დღეს ჩემი შვილი რო ეხლა უკრაინაში არ იბძვის და არ არის დასაფასებელი რა გინდა შვილო უკრაინაში შენი ქვეყანა გაქვს მისახედი ვერ გავიგე რა პირდაპირ ითხოვდნენ გიორგი ორი თვითმფრინავით მოხალისეები გაუშვით უკრაინაში ნახე რას დაამსგავს ეს უკრაინა ხალხო რას დაამსგავს ეს და ჩვენ რო ეხლა იქ არა ვართ არ არის დასაფასებელი არ უნდა დაუფასო ამ ხელისუფლებას რაღაცა კარგი ხო გააკეთა თვათ ესე ხო არ არის რომ აი რა თქმა უნდა მაგას არ ვლაპარაკობ მამაო ეკლესიას რო აბრუნებენ სკოლებში პატარა ამბავია გიორგი ხო კარგია და აი ვატყობ რომ დადებით ნაბიჯებს დგავენ გიორგი და მინდა კიდე შევთავაზო ეს რომ სვეტი ცხოველში გავაერთიანოთ მაცხოვრის კვათის გარშემო პოზიცია და ოპოზიცია გადავსახოთ ჯვარი და უთხრათ გაჩერდით გეყოფათ რა გეყოფათ ხარებო ლომი აგერ დაგესხმებათ თავს და დაიღუპებით ორივე რა ვიღუპებით ხო ყოველთვის სახაბაზი რაზე ლოცულობდა თურმე ამდენად მართალია არ ვიცი მაგრამ შინაარსია მართალი რომ ქართველებსო ერთი პირი არ მისცეო ერთი პირი რა
ქართველი ყველაზე კარგად ქართველს ერევა. ორ პირობა ავღანელები ამბობენ. რო ჩვენთანო სპარსელები არიანო ლაჩრებიო და ჩვენ ქართველებთან ავართ ლაჩრებიო. ეს მის ავღანელი ძალიან მაგარი მეუბრე, ვერც ამერიკამ დააჩოქა და ვერც საბჭოთა კავშირმა. როგორი მაგრები უნდა იყვნენ, წარმოიდგინე, ხო? ამერიკამ დატოვა ავღანეთი, კაცო. საბჭოთა კავშირის როგორი ძლიერი არმია ყავდა და დატოვა ავღანეთი. იქიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის დაანგრევა, ხო? და აგერ ამერიკის დაიწყო დაანგრევა ახლა ფაქტიურად. სერიოზული პრობლემები აქვს ამერიკას. ხო და ამიტომ შევრიგდეთ რა ჩემოგარგებო რა. ახლა ვიღაცა გონი დამცინის და ამბობს რომ მამა გიორგი 41 ნომერი ჩაიცვა და აგერ ყველამ კარგად იცის მე ვინც მიცნობს ვისი მეხოტბე ვარ და არ მიყვარს რა ეს პირფერობა მაგრამ მე მგონი დრო მოვიდა რომ შევრიგდეთ გიორგი და ერი გავაერთიანოთ. ერის გაერთიანება ეკლესიის გარეშე, ეკლესიის ჩარევის გარეშე არ მოხდება რა. შენდობის ამინისტიის გარეშე და იმის თქმა რომ აი ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ციხეში კი არ უნდა იყვნენ. გამოდით, შილო დაასხედით, აიღეთ პასტა და ფურცელი და დაიწყე სწავლა განათლება. რა შენი საქმეა მიტინგზე სირბილი, როცა ვიღაცა შენ მარიონეტივით გათამაშებს ყოფილი მევახშე და პირსისხლიანი ადამიანები, ხო? კარგით რა აგერ იყო უახლოესი ისტორია საქართველოსი წაიკითხეთ, ხალხო, რა ხდებოდა და თუ ეჭვგებარებად ნახეთ და მოგიყვებით. 30000 პატიმარი იყო გიორგი და 2005 წლიდან ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარე, კაცო და თვითმხილველი ვარ ყველაფრის, ხალხო და გინდათ ამ ყველაფრის ისევ გამეორება? გინდათ? არ ვიცი ვინმეს თუ უნდა, არ ვიცი. არ ვიცი. დაყაჩაღება, ცემა, გაუპატიურება, უკან ბრუნდებით, კაცო. გავიგეთ რომ აღარა ბრუნდებით, მაგრამ წინაც რო ვერ მივდივართ, ეგ არის უბედურება. სულ იმის ზახილი რომ მოვიდამგელი, გავიგეთ ხო, რომ რაღაცა თითქოს რაღაცა ეს ადრე ორი ქურდი იყო ხომ, ერთი კეთილი და მეორე ცოტა ბოროტი და ვიღაცებს ცოტა აბავდნენ რა ამით, რომ კაი ნუ ურტყავდა, გადაიხდის და რაღაც ეგეთი ხო. გავიგეთ რომ ეს ცუდია, დავტოვოთ წარსულში და სულ იმის ზახილი რომ ესეთები იყვნენ, გავიგეთ რომ ესეთები იყვნენ, ხო? მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, კაცო? წინ ვივდივართ, ხალხი ნაგავში იქექება და ჩვენ ეკონომიკა თურმე გერმანიის ეკონომიკას დაეწია თუ გაასწრო უკვე არ ვიცი, ხო? ესეც ხო ტყუილია, ახლა არ გვინდა რა ეგრე. ისე მაიციან ხოლმე რა. მაკარონს ნუ ჩამომკიდებ ყურებზეო რა. ახლა ბავშვი არავინ არ არის, ხო? შედით გიორგი ორნაბიჩი კი არა და ნიკორაში. კორპუსის ძირში ხო არის ჩეულებრივი მაღაზიები რო პასტა და ფურცელი რო უდევთ და ნისიების სია ნახეთ რა რამდენია და მე გაიგებთ რა წინ მივდივარ თუ უკან მივდივართ რა ეს ფასდაკლები არის მამაო ყვითელი იმით რა და ერთი ქართველი დადიოდა და ვიდეო გოლი არის ისეთ სასაცილო მინდა რომ ამით დავასრულო რომ თელი მსოფლიო გულავს და მე კიდე ყვითელ ფასებს დავეცებ კაცია ისეთი მაგარი აი მართლა თელი მსოფლიო გულა წარმოგით რა მაგრად ცხოვრობს ხალხი რა და ხალხი დადის და ყვითელ ფასებს დაეძებს რაღაცა იმედო 3 და 40-ის მაგერად არც მაგარად დაეძებენ ფული აღარა აქვს აღარა და იქ ქულას მოვაგრო პადვალში როა გახსნილი მაღაზია და ფურცელზე რო წერია ფურცელზე პური ამდენი ღირის და იმდენი ღირის აი 90-იანებში თეთრი სანთლები რო იყიდებოდა სკოჩები აი ესეთ მაღაზიებში შედიან მე ხა ელიაზე ესეთი მაღაზიები ბევრია და მაგიტომ გეუბნები და ბევრგან არის ყველა კორპუსის ძველი კორპუსის ძირებში შედით იმ მაღაზიაში და უთხარით გამყიდველ ხალბატონს ნისიების რეული მათხოვეთ 80 ლარი 200 ლარი 300 ლარი ვალები აქვს და კიდე შემოდის ხალბატონი და 10 კვერცხი მომეციო მათ კიდათ მამო 600000 სოციალურად დაუცველი რო არის მან მორჩა ლაპარაკი ამ არჩევნების ფოტოებში ამდენი თანხა დაიხარჯა გიორგი ეს ერთი კაცის სურათი როა გამოკრული მილიონი ხო ხო სისულელია ხალხო ეს ყველაფერი არა აი ბილბორდებში ამდენი თანხა იხარჯება რა არ გვინდა რა მოდი გვიყვარდეს ადამიანები ხალხო იზრუნეთ თორე ხალხი უყურადღებობას არავის არ აპატიებს ხალხს მე გამოყვანა კი აღარ დაჭირდება ღმერთი არ გვაპატიებს მამო რა ღმერთი არ გვაპატიებს თავი რო და ქრისტიანობა არის უწის და მოყვასის სიყვარული გიორგი რა დრო ამოიწურა ჩემს სამწუხაროდ საწახოთ ღმერთი არ გავა ის არ დაგჭება თაუცილებლად მაინც ხუბის garaშე დავამთავრეთ კი ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ თქვენ ეხლა სწორად აზროვნებს და მაგიტომ და ამ საკითხში მით უმეტეს 1500 მე ასე ვფიქრობ გიორგი ერთი რიგითი გდელი ვარ რა ეხლა ძალიან დიდი მადლობა მამაო ხართ. მადლობა შენ გიორგი. გასაუბრეთ, მამა უღრმესი მადლობა ბედნიერებას. ამას სხვა ტელევიზიაში არ მალაპარაკებდნენ. ყველაფერს იქეთეს გისურვებთ უღრმესი მადლობა მამა. ეს არის დემოკრატიული თავისუფალი მართლა თავისუფალი ტელევიზია და მადლობა.
დიდი მადლობა მამა ამისათვის და უღრმესი მადლობა რომ ხართ ხვალ დაგიბრუნებით საღამოს 8:00-ისათვის მამა დავით ლონდარიძე გვეყოლება მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი ბედნიერებას გისურვებთ მამა და აი თუ შეიძლება ბოლოს აი ერთი წამი პატიმრები დალოცეთ და всё წავიდეთ ერთმა დალოცოს ჩვენი პატიმრები და ერთმა ინებოს მათი მალე დაბრუნება საზოგადოებაში იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი მორწმუნე და კარგი ადამიანები რომ ქვეყანა ავაშენოთ უღრმესი მადლობა დაგლოცოთ ერთმა ემიგრანტებო, პატიმრებო, საპყრობილესაშინა და სავანტყოფოში მყოფი წოლიარი ადამიანები. ყველა ადამიანი. ფერიც და მოყარეც. მადლობა გიორგი რომ მომეწონა. რომ ხართ, რასაუთ უღრმესი მადლობა და ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8:00-ისას, ხოლო ესეთერი საღამოობით გავა კვირას. აუცილებლად 6:00 და მე მგონი 8:00. კარგად ზანდებოდეთ დროებით.